13 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დიდებულ და ყოვლადქებულ 12 მოციქულს მოიხსენიებს. ეს დღე განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნა წმინდანების სახელზე აგებულ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში. სადღესასწაულო წირვა უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამე მაღავლინამ. თანამსახურებდნენ წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები. წირვის დასრულების შემდეგ სიწმინდაების თანხლებით ლიტანიობის წესი შესრულდა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა ყოლა სამდელონო მეუფენო პატიოსანო მამანო დედანო ძვირფასო ძმებო და დებო გილოცავთ 12 მოციქულის ხსენებას და სვეტიცხოვლობას. დღეს არის ამ დიდებული ტაძრის დღესასწაული ასევე რამე თუ ის 12 მოციქულის სახელზეა აგებული. ჩვენ ხშირად ვერ ვაცნობიერებთ რაოდენ მადლობლები უნდა ვიყოთ მოციქულების. მათი პიროვნებები, მათი ღვაწლი ხომ საფუძველია ჩვენი ეკლესიის. და შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენი ერი რომ არსებობს და ცოცხლობს, ეს მათი ღვაწლის, მათი ქადაგების დამსახურებაა. რადგან ქრისტიანობის მიღებამ და შემდგომ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ განაპირობა ჩვენი ერის გადარჩენა როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. და რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთგულება ეკლესიის და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი შემდგომი ჩვენი გადარჩენის და განვითარების. აი წელს ჩვენ აღნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის თავს. ბედნიერნი ვართ, რომ ამ თარიღს აღნიშნავთ ჩვენ. და ეს არის სწორედ დამსახურება მათი ღვაწლის, მათი ქადაგების, რამე თუ წმინდა ნინოს ღვაწლიც იყო მათი მსახურების გაგრძელება. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ დღეს ჩვენს ეპოქაშიც არიან ასეთი მოღვაწეები ჩვენს უახლეს ისტორიაში და ჩვენ მოვესწარით ასეთ ადამიანებს. და ერთ-ერთი უპირველესი დღეს სოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიაში გახლავთ ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი, აც განსვენებული, ნეტარხსენებული, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. ჩვენ ბედნიერნი ვართ, რომ მოვესწარით მის ღვაწლს და ვართ მისი მემკვიდრეები. და ასევე, როგორც მოგახსენეთ, მოციქულთა მემკვიდრეებიც ვართ პირველ რიგში. და აი დღეს ჩვენ დავფიქრდეთ, ვართ თუ არა მზად გავაგრძელოთ ეს მემკვიდრეობა. მივბაძოთ მათ მაგალითს, გავყვეთ მათ გზას. აი დღეს სამოციქულოში იყო წაკითხული პავლე მოციქულის სიტყვები, მობაძავ ჩემ და იყვენით, როგორც მე ქრისტესი. და ვართ თუ არა ჩვენ მზად, რომ მათი მიმბაძველები გავხდეთ. იმიტომ რომ მათ თავიანთი ღვაწლი აღასრულეს თავიანთი სიცოცხლის ფასად. და უკლებლივ ყველა მათგანი მოწამე გახდა, მოწამებრივად აღესრულა. გარდა იოანე ღვთისმეტყველისა, რომელმაც ასევე უამრავი ტანჯვა დაითმინა. ვართ თუ არა ჩვენ მზად აი ამ გზისთვის ვიყოთ მათი მოწაფენი და გამგზელებლები. აი ჩვენ დავფიქრდეთ ჩვენს თავზეც. აი მაგალითად, როდესაც ჩვენ მოგველის რაიმე ამ ქვეყნიური სარგებელი, მიწიური, ჩვენ ხშირად მზად ვართ, რომ დავითმინოთ მრავალგვარი ჭირი, განსაცდელი, წუხარება, დამცირებაც კი და სასჯელიც კი. ოღონდ აი ამ მიწიურ ჩვენ სხვადასხვა მიზანს
მივახციოთ, რადგან ვიმეორებ, რომ მოგველის სარგებელი გარკვეული. მაგრამ სულის გადარჩენის საქმეში და იმაში, რომ ღმერთის თუ შეიძლება ასე ვთქვათ, კეთილგანწყობა მოვიპოვოთ, ჩვენ ვიჩენთ სიზარმაცეს, უდარდელობას, უზრუნველობას და უმადურობას ხშირად. და რა გამართლება გვექნება ჩვენ ასეთი საქციელისთვის, მაშინ როცა ჩვენ ვხედავთ, რომ ამდენი სიკეთე მივიღეთ ღმერთისგან, ჩვენმა ქვეყანამაც, ჩვენმა ოჯახებმაც და პირადად ჩვენს და დღესაც ვღებულობთ უამრავ სიკეთეს. და აი წმინდა მოციქულები ასე არ იყვნენ. ისინი იწოდნენ ქრისტეს სიყვარულით. ეს შესანიშნავად გამოჩნდა წმინდა პავლე მოციქულის სიტყვებში. ის წერს, რომ ვინგან გვაშორებს ჩვენ, ანუ მოციქულებს გულისხმობს ქრისტეს სიყვარულს, ჭირი, წუხარება, შიმშილი თუ სიშიშვლე, თუ საფრთხე, თუ მახვილი. ესე იგი, რას ნიშნავს ეს, რომ არა მხოლოდ სხვადასხვა გვარი ჭირი ვერ განგვაშორებსო ჩვენ ქრისტეს სიყვარულს, არამედ სიკვდილის საშიშროებას რო დაგვემუქროსო, მაშინაც ჩვენ ვერ გავშორდებით ქრისტესო, ვერ შეგვაშინებს ეს. აი ასეთი სიყვარული და რწმენა ჰქონდათ მათ და მიუხედავად იმისა, რომ მათ მართლაც გაიარეს ეს ყველა ეს ჩამოთვლილი განსაცდელები, ამასაც აღწერენ მოციქულები ძალიან დაწვრილებით, მათ მაინც ჰქონდათ დიდი სიხარული გულში. სიხარულით იღწოდნენ, იმიტომ რომ მათ იცოდნენ, რომ დროებითი ჭირისთვის და მწუხარებისთვის და სირთულეებისთვის მათ მოელით ზეციური გვირგვინები და დიდი მისაგებელი მადლი ღვთისგან, ამიტომაც ისინი ამ ყველაფერს არარად თვლიდნენ და მოთმინებით იტანდნენ ყველაფერს და მით უფრო მეტი და მეტი მადლი და სიხარული ჰქონდათ. აი ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენც ვეცადოთ ასე შევიყვაროთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მართლაც მეც არც არაფერს არ გთხოვს ჩვენ უფალი, რომ იგი შევიყვაროთ და მისი მცნებები დავიცვათ. ვისაც ასე უყვარს უფალი, ის მის მცნებებსაც იცავს. იმიტომ რომ როცა ვინმე გიყვარს, შენ ცდილობ, რომ მისი სიყვარულიც დაიმსახურო. აი როგორც წერს წმინდა იოანე ოქროპირი საოცარ სიტყვებს, რომ გახდე იმის ღირსიო, რომ ჯეროვნად გიყვარდეს უფალი. ეს არის უკვე სასუფეველი ცათა, ეს არის ნეტარება, ეს არის ურიცხვის სიკეთის მომტანი. მაგრამ აი ჩვენი სიყვარული რომ იყოს ჯეროვანი, რომ იყოს გულწრფელი, ამისთვის ჩვენ ღვთის სიყვარულის გულისთვის უნდა გვიყვარდეს ჩვენი მოყვასიც. როგორც ამბობს უფალი, რომ აი ამ ორ მცნებაზეა დაფუძნებული მთელი რჯული და წინასწარმეტყველები. გიყვარდეს ღმერთი შენი მთელი გულით, მთელი შენი სულით და გონებით და მთელი ძალით და მოყვასი შენი როგორც თავით ვისი. ეს ორი მცნება ბუნებრივად უკავშირდება ერთმანეთს. იმიტომ რომ ვისაც უყვარს ღმერთი, ის მოყვას არასდროს არ შეურაცხყოფს. არამედ პირიქით ყოველთვის სიკეთეს გაუკეთებს მას. იმიტომ რომ ახსოვს უფალ იესო ქრისტეს სიტყვები, რომ რაც თქვენ გაუკეთეთ ერთ ამ მცირე ჩემს ძმათაგანს, ის ვის გაუკეთეთო? მე გამიკეთეთო. ასე რომ, როდესაც ადამიანის წინაშე არის გლახაკი, გაჭირვებული, ღარიბი, თხოვნელი, ის არ ხედავს მასში ამ გლახაკს და ღარიბს, არამედ ხედავს უფალ იესო ქრისტეს, რომელმაც დაგვირდა ჩვენ, რომ აი ამ გლახაკისთვის გაკეთებული სიკეთე ჩაითვლება ქრისტესთვის გაკეთებულ სიკეთეთ. ასე რომ ვიმეორებ, ესეთი ადამიანი ყოველთვის ქრისტეს სიდიადეს ხედავს და არა გლახაკს მის წინაშე და ყველაფერს დიდი მოშურნეობით ასრულებს
და გულმოწყალებას აღასრულებს დიდი სიყვარულით და დიდი მონდომებით. ასე რომ აი ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს არის მოციქულთა დღესასწაული. ესენი იყვნენ ჭეშმარიტების და სიყვარულის მქადაგებლები და ამგვარად ჩვენ ნუგულებელს ყოფთ აი ამ უმთავრეს სამკურნალოს ჩვენი სულისა სიყვარულს მოყვასისადმი, მოწყალებას, თანალმობას, თანაგრძნობას. იმიტომ რომ როგორც გითხარით ეს უმთავრესი სამკურნალოა ჩვენი სულის ჭრილობების, რომ ისე კურნავს ეს წამალი ჩვენ სულს, რომ არანაირი იარა აღარ რჩება ამ სულში, თითქოს საერთოდ არც ყოფილა. აი მაგალითად გავიხსენოთ წმინდა პავლე მოციქული, რომელიც იყო სასტიკი მდევნელი და დამარბეველი ეკლესიის და გახდა არათუ მორწმუნე და არათუ მხოლოდ მოციქული, არამედ წინამძღოლი გახდა ეკლესიის. აი ასეთი საოცარი ცვლილება მოხდა მასში და ასეთი საოცარი ცვლილება იქნება ჩვენშიც, თუ ჩვენ ამ გზის ერთგულნი დავრჩებით და არა მარტო პირადად ჩვენში, არა მთელი ჩვენი ერი კიდევ უფრო მეტად ფერს იცვლის და გაძლიერდება და გამთლიანდება. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ 12 მოციქულის ხსენებას. მოციქულთა მადლი და ლოცვა შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს მოციქულთა ლოცვით ღმერთმა დაიფაროს, გააძლიეროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო. ამინ. სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვაზე დასასწრებად სასულიერო და საერო პირები საქართველოს სხვადასხვა ეპარქიიდან ჩამოვიდნენ. ტაძარში შეკრებილები მორწმუნეებს დღევანდელ დღეს ულოცავდნენ. ულოცავ სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობას. სვეტიცხოველი აგებულია 12 მოციქულის სახელზე დღეს, ტაძრის დღესასწაულია, 12 მოციქულის ხსენება და ის რომ 12 მოციქულის სახელზე აშენდა ეს ტაძარი ნიშნავს, რომ საქართველოს ეკლესია და ქართველი ერი მუდამ ფიქრობდა და ფიქრობს დღესაც თავარ დანიშნულებაზე, ქრისტეს ეკლესიის თავარ დანიშნულებაზე, რომ არა მარტო თვითონ იყოს ჭეშმარიტი მადიდებელი ღვთისა, არამედ ყველა ადამიანს, ვინც ჯერ კიდევ არ არის ეკლესიის წევრი, ან რაიმე მიზეზის გამო დაშორებული ეკლესიას, დაეხმაროს ეკლესიაში დაბრუნებისათვის და ეს არის მისია ქართველი ერისა, რომ მეორედ მოსვლის ჯამს, როცა რწმენა განადგურების პირას იქნება ქრისტიანულ ქვეყნებში და ამის ნიშნები უკვე სამწუხაროდ ძალიან უკვე სახეზეა, აი სწორედ მაშინ იყოს მაგალითი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა. ეს არის მისია, დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს ამას. წლევანდელი თვეცხოვლობა განსაკუთრებულია, ის საიუბილეოა. ჩვენ წელს აღნიშნავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავს. შეგვეწიოს უფალი, შეგვეწიოს ღვთისმშობელი და 12 მოციქული. ჩვენთან არს ღმერთი. დღეს გამორჩეულად სადღესასწაულო განწყობა იგრძნობა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, სადაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ცხედა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვიცაცხაპატის მიტროპოლიტი შიო მესამე საპატრიარქო პატივით პირველად აღავლეს ამ დღესასწაულო მსახურებას, რომელსაც ქვია სწორედ მოციქულთა კრების ხსენება. სწორედ ეს დღესასწაული გამორჩეულად აღინიშნება ამ საპატრიარქო ტაძარში, იმიტომ რომ სწორედ მის სახელზე აგებული სვეტიცხოვლის ტაძარი სწორედ მოციქულთა შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სხვადასხვა დღეს, რა თქმა უნდა, აღავლენს და იხსენებს მათ ღვაწლს და მათ სხერბს ღვთისა წინაშე, ღვთის სადიდებლად, მაგრამ სწორედ პეტრე პავლოვის შემდგომ დღეს საგანგებოდ აღინიშნება მათი კრებულის ერთობლივი კრებულის ღვაწლი და სიწმინდე და სწორედ დღევანდელ დღეს ჩვენ ვართ ბედნიერები, უკვე შესაძლებლობა რომ აი ამ დღესასწაულის მილოცვა შეუძლო მთელი მართლმადიდებელი ეკლესიის და ჩვენი ქართველი ერის კრებულისათვის, რომელიც ბედნიერია დღეს და აქვს თავი ბედნიერების, იმიტომ რომ სწორედ 152 პატრიარქი ყავს მას და მისი კურთხევით წმინდა სინოდის კრებული აღავლენს და მისი წინამძღოლობით აღავლენს ამ დღესასწაულო ლიტურგიას, რომელიც არის მადლმოსილების მომნიჭებელი ყველა ჩვენგანში, ყველა ქრისტიანის, ყველა ქართველისთვის და ულოცავთ მის უწმინდესობას, სულმეტარესობას, ულოცავთ წმინდა სინოდის კრებულს, ყველა ქრისტიანს, ყველა
ერთგულში ჩვენი ერისა და ქვეყნისა და უსურვებ წარმატებას ღვთისმურთხეული ერის ღვთისმურთხეული მომავლის წარსამართებლად წმინდა ანდრია მოციქულის საყდარს. სრულიად საქართველოს ულოცავ მოციქულთა დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას, სვეტიცხოვლის ამ დიდებული ტაძრიდან, რამე თუ ეს ტაძარი აგებულია მოციქულთა სახელზე, მოციქულთა მეოხებით და მფარველობით უფალო დიდება შენ და ღმერთო გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო, ამინ. ყველას გილოცავთ. განსაკუთრებით ვულოცავ უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს. სვეტიცხოვლის ძალა და მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს, ამინ. ჩვენთან არს ღმერთი. 12 მოციქულის დღესასწაულს ულოცავ მთელ საქართველოს, ჩვენს უწმინდეს შიო მესამეს, განსაკუთრებულად ჩვენს მოძღვრებს და მთელი საქართველო გაახაროს და გააძლიეროს ამ დიდი დღესასწაულის მადლმა. დღევანდელ დღეს ვულოცავ სრულიად საქართველოს და მადლობა პატრიარქს, რომ დღეს სვეტიცხოველში მოვიდა, გაგვახარა, დაგვილოცა და წირვა ჩაგვიტარა. ძალიან მიხარია, რომ დღევანდელ დღეს პატრიარქთან პირველად წეროზე ვეგავოთ. მე ვარ ვაშინგტონიდან ჩამოსული ქართული სათვისტომოს წარმომადგენელი და დღეს სვეტიცხოვლობაზე თქვენთან ერთად ყოფნა არის ძალიან დიდი სიხარული მთელ საქართველოს და ქართველებს მთელ მსოფლიოში ვულოცავ ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს. ჩემთვის ეს განსაკუთრებული დღე არის, იმიტომ რომ სიმართლე რომ გითხრათ, პირველად არის რომ სვეტიცხოვლობის დღესასწაულს ვესწრები თავიდან ბოლომდე და თან დღეს არის პირველი სვეტიცხოვლობა პატრიარქ შიოს მიერ ჩატარებული და მართალი რომ გითხრათ, ძალზედ ემოციური დღე არის ეს ჩემთვის და ვიცი მხოლოდ ჩემთვის არა, ყველასთვის, ვისაც საქართველო უყვარს და მინდა მივულოცო ეს დღესასწაული და ბედნიერება წინსვლა ვუსურვო ყველა ქართველს და საქართველოს მეგობარს. გილოცავთ ამ დღესასწაულს. დღეს არის 12 მოციქულის ხსენების დღე, სვეტიცხოვლობა. განსაკუთრებულად მიყვარს მე ეს დღესასწაული და ყოველ წელს აღნიშნავთ ამ ტაძარში და ვესწრებთ წირვას და დღეს განსაკუთრებულია, იმიტომ რომ ჩვენი ახალი პატრიარქი შიო მესამე წირავს დღევანდელ წირვას და ყველა თვითონ ჩვენთან გასულოცავ. ღმერთი იყოს ჩვენი და სრულიად საქართველოს მფარველი. ყველას გილოცავთ, უფლის ძალა და მადლი არავის არ მოგკლებოდეთ. ეს იყო ძალიან ბედნიერი დღე, სიხარულისგან ზოგჯერ მეტირებოდა და ძალიან კარგი დღეა მოკლედ და ღმერთმა გაპატიოთ ყველა ცოდვა, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს და სულ სიხარულში ვიყოთ ადამიანები და მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენ წმინდეს პატრიარქს. ქადაგების დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მრევლი კიდევ ერთხელ დალოცა. აღსანიშნავია, რომ საეკლესიო კალენდრის მიხედვით მაცხოვრის თითოეული მოწაფის ღვაწლის მოსაგონებლად საგანგებო დღეებია დაწესებული. თუმცა პეტრე პავლობის მომდევნო დღეს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ყველა მათგანს ერთად იხსენიებს.